სანამ წელი მომირჩება მანამდე რაღაცებია გასაკეთებელი რაღაცები რა ენდუროზე ცეპი მოეშვა რა გაჩვენებთ ხა უკანა ბორბალი მოიწია ცოტა წინ ეთყობა კაი დასაჭერია რა დატვირთვაზე ეთყობა ცეპმა რო დაკაჩა გამოწია ცოტა წინ და მაგის მოსაგვარებლად მივდივარ ხა ენდურისთან და შეიძლება ცოტა გავატარო კიდეც ნახოთ როცა შეთითო რაკეთებ რაღაცას გადაღებას ვეღარ ფიქრობ რა ადამიანი ეხლა გაჩვენებთ სად ვარ სად ვკატაობ და სად უნდა ვიმეცადინო სად უნდა ვისწავლო კატაობა ეხლა არ დავიწყოთ აღჭურვილობაზე იმიტომ რომ არაფერს არ ვაპირებ ექსტრემალურს გავაკეთო იმ გზას გავივლი რაც წინაზე გავიარე პატარა კიბერო იყო რო ავედი რადგან პირველად ვიჯექი და მაშინ ავედი ეხლა მე მგონი არ უნდა გამიჭირდეს თან დრონი ყავს და მინდა გარშემო ტერიტორია გაჩვენოთ. ეს გზა გავიარე წინაზე თან ისეთი ტალახი იყო და თან პირველად ვიჯექი ეხა მგონია რომ ცოტა უფრო თავდაჯერებულად ავალ იქ სადაც წინაზე ავედი იმიტომ რომ მეგობარმაც მირჩია რომ ჯობია უფრო თავდაჯერებულად ახვიდე და ნაკლებად წაიქცევიო აი ჩემი მტერი კიბე მე შენ დაგამარცხებ აბარა ასვიზავთ კინაღამ წავიქეცი მაგრამ კინაღამ არ ითვლება აი აქედან გესაუბრეთ წინაზე მეგობრებო ამჯერად თუ ჩამოვალ მარცხენა მხარეს ჩამოვიდე დავიმახსოვრე რომ მარცხენა უნდა ჩამოვიდე ეს არის ხოდა ბუნებიდან ხედი თბილისზე ოპა სიმაღლე კი არ მიყვარს ისე ჩვენში დარჩეს და ჩემი ხელის გასწრებ რაღაცა ბილიკები ვითადის საშინელი აღმართია და ამ მოტოს პატრონმა მითხრა რომ იქ ჩვეულებრივად ავდივარო ანუ ჩემი დავალებაც ეგ არის რა რომ იქ ასვლა შევძღოდა ეგეთი რაღაცების კეთება აი იქ ბილიკებს ხედავთ კარგი დაუბრუნდით დისლოკაციის ადგილს თავარია რამე არ მოვიდა ხო 760 კილოიანი კაცი რომ დავხვდივარ ქვებზე ჩიხვივით ოპა ულამაზესა და აქაც ანალოგიურად ოპა აბარა ალაშა გელი იმიტომაც დადიხარ ტყე This is something outer space, come on.
მე მგონი ლამაზი კადრები გამოვიდოდა. ნახოთ. დავჯდები სამონტაჟოდ და ვნახავ. დიდი ამბავია დღეს თბილისში, ორი ივენთი არის. ერთი ჰასკი პარკში არის, მოტოსეზონის ოფიციალური გახსნა. ჰასკისებურად რაღაც შეჯიბრებები არის. მოტოციკლეტისტებს შორის. მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება. და ძალიან საინტერესოა ესეთ ქარში შემიხლა თუ იწერება. ნორმალურად. და მეორე არის კიდე King of Drifting. შეიძლება ისე ვქნა რომ მოვასწრო. და King of Drift-ს შევიარო. სეზონის გახსნისთვის შვედიერი ტემპერატურაა, უბრალოდ ხარი მიშლის ნერვებს და ძალიან. ნახოთ აბა იფარა, იქაც ძალიან ხარი იქნება ყველა ვარიანტში, აღალზე არის, ადგილზე არის. გინა რა. Zakari. Itu რამდენი ენდუროა, ჩემი გაინი გალა. გამოვხედოთ ერთი რა ხდება ჩემი გაინი. პოზიცია დაიკავა გიკა გვაზავა ნომერი 16 რომელიც წარმოადგენდა კომპანიას კუცკუც. მეორე ადგილის პოზიცია დაიკავა ლადო გუდაძე, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გახდა გიორგი გახელაძე. ასე დაასრულა ბარომიჩევი.
დავახარ. აიდერმენის ვიდეო ვარ. თელი ის რა ქვია მოტოვლოგირობა შეიკრიბა. ამას თუ იცნობთ, ვინ არის? სალამ, მეგობრე. დავახარ, რა შობი? მე გამოვედი, მოვიგე. დიახ, ყველაფერში პირველი ადგილი ავიღე. აი, ლადოსაც აგერ მოვუგე, ტარება ამან არის. და მე გამეღვიძა. Subscribe, просто subscribe და subscribe რა. Subscribe რა. დაგეგმილიც კი არ მქონდა. სიმართლე გითხრათ, დღეს აქ მოსვლა. მაგრამ ნუ გაასწორა რა. ხო და ყველა აქ ნახე. და ეხა მივდივართ უკვე დრიფტზე. სანი მაგ დაგვადიჯა და თვითონ იქ არის და წამო დავადგეთ რა. ამდენ სპორტში ვარ, ივენა შემოპარული ვარ. ყველა სპორტი და სტრიტით არის. აი, ჩემ წინ მიდის ერთადერთი ჩვენაერი სპორტსერი. მისტერ გაბრიელთან ერთად გადავწყვიტეთ, დავიდეთ დრიფტზე. მე მგონი ყველა იქ მოდის ისედაც. ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. ამდენ სპორტებთან ერთად რომ ვივდივარ. ანუ ხერხული ამბავია.
კაი გზა იყო ის. Ძალიანად ვერ გადავიღე, ცოტა გადავიღე, მაგრამ გასწორ აქეთ წამოს. და რა კაი პონტი ყოფილა აქ. გაბრიელს უკან მიბრუნება მოუწია. არა ეგ მალე მოვა უეჭველი. ისეთი მოტო ყავს და ისე დაყავს. უეჭველი მალე მოვა. მოვიდა. ხო თქვი არ დააგვიანდებათ. იფრინე ხო? ერთი 100-120-ით მე დავდიოდი და შერაქენი ხოცა რომ მიდგენია. სულ მომწონს ამის ყურება რა, ეკრანზე, მაგრამ ესე ლაივზე პირველად ვარ რა. იმიტომ რომ იქნება სერიოზული და ზუსტად ვიცი მაგრა დაასწორებ. უიმე! ეს რა იყო? ჩიკაშვილი მასთან ორივე დაკოვა ტრაექტორია. ეს რა იყო? კამერის შებრუნებაც ვერ მოვასწარი, ისე მოვიდრე. ვაიმე! პირველი გარბენი, აი ეს საუნდს არის ანაკაობა, აპლოდისმენტები ორი. დედას გეფიცებით, ისე შემეშინდა კამერის გასწორებაც ვერ მოვასწარი. შენ გეგონა ვერ მოგაგნევდი? რა ხდება? ვერ მოგაგნევდი? რა ხდება? თუნდაც გამოიყარე მან. იქრო დაგბადიჭი და შენ რო აქ იყავი. გამოიყარე თუნდაც მოტოციკლის კაცი. ადამიანახო მანქანებში რომ მოვედინე. რას ფიქრობ? მოტოციკლისტებო, აქ უფრო კაი გართობაა თუ იქ? რა პროვოკაცია. არა, ძმა. რა თქმა უნდა, კაცო. აი რატო ხარ? შემეშალა. სამსახურა ხა საქმეა. უგულ მეფი თვაგაცაა. საგიჟეთია. It's just one of those days when you don't wanna wake up. Everything is fine, everybody's done. You don't really know why, but you ain't justified. No human contact. If you interact, you like it on contract. You best bet to stay away, motherfucker. Stop the he said bullshit. I think you better quit, let it slip. You'll be legal with a fat lip. Stop the he said bullshit. I think you better quit talking that shit. Just one of those days. Alien freight train, fresh wine to complain. Lead to the blessings. Yeah, right, I'm a idiot. Better watch your back. And then you're sucked up, just fucked up. Next line get fucked up. Best bet is to stay away, motherfucker. Just one of those days. Stop the he said bullshit. I think you better quit, let it slip. You'll be legal with a fat lip. Stop the he said bullshit. I think you better quit talking that shit. Fuck Jenny. იყო ტექნიკური პრობლემა შაქის მხრიდან თუ მაქეს პრობლემა დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი და კარიერის შუაში არის ჯერჯერობით მაგრამ ახლა ეს გადაწყობა და ბოლო გადაწყობის დროს არაფერს შუაში არის აბსოლუტურად მათე უკრაინის ტექნიკური პრობლემები იყო შაქის მხრიდან და აი მეგობრებო გაბრიელ მერაბიშვილი YouTube არხი აი სადა აგერ ბატონო თავისი ლოგოთი აგერ თვითონ ეს მოტოციკლეტი რო შევიძინე მაგის მერე ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა მარტო საქართველოში კი არა ქვეყნის გარეთაც რომ მეულო ძალიან რთულია სპორტბაიკით შორგზებზე სიარული ეს არ არის კრუიზერი რომ კომფორტულად დაჯდე და იარო და ესეც სიგიჟეები რადგან გადავწყვიტე მინდოდა ხალხისთვის გამეზიარებინა ეს ყველაფერი თუ როგორია სპორტბაიკით ძალიან დიდ მანძილზე სიარული ეხა ზაფხულში იგეგმება აი ამით უნდა წავიდე იტალიაში ძალიან ბევრი უნდა ვიარო ნახევარი ევროპა უნდა შემოვიარო დაახლოებით 9 ქვეყანა უნდა მოვინახულო და მაგ ყველაფერს გაგიზიარებთ, გეტყვით როგორ გავძლებ, როგორი ხერხემალი მექნება, რო ჩამოვალ მე. და გამოვადგება, როცა დავაპირებ დასვლას და ასე შემდეგ. იდეებს მოგაწვით კი, რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ წავხვალთ მაგალითად სპორტბაიკით. და მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება და მაგიტომ ჩემ არხზე გადმოდით, ვისაც გაინტერესებთ ეგ ყველაფერი და გაგიზიარებთ ჩემს ემოციებს, სად, როგორ, რანაირად ვივლი.
ო და რაც შეეხება კიდე მაგ ამბავს, რომ ძირითადად კლასიკური მოტოების მოყვარულები ვარ ჩვენთან. მაგას აუცილებლად შევცვლით დაგვემატებიან მეგობრები. იმიტომ რომ იქეთაც ეგრე არის რა, სპორტებს უყურებენ მხოლოდ სპორტის მაყურებლები და ეგ რაღაცა არ ისედაც ცოტა ვართ, ვაიგერები, მაგისედა ვარ და YouTube-ისთვის მით უმეტეს ცოტა ვართ. და საქართველოში ხო ვაფშე ცოტა ვართ და რაღა გამოვიდა. ხო და ამიტომ გადავიდეთ ერთმანეთის არხებზე, მეგობრებო, გამოვიწეროთ იგი, დავაფასოთ ერთმანეთს. ძალიან გადაობა იყო. მოტო სეზონის გახსნის დღეს დრიფტზე ვიყავით ბაიკერები. ძალიან გაასწორა. აი რაღაცა დავგეგმეთ სხვათა შორის. მოგეწოდებათ. დღევანდელი ვიდეო ამით დავასრულოთ. არხი გამოიწერეთ, თუ ვინმეს არ გაქვთ გამოწერილი, ვიდეო დაალაიქეთ. ნამდვილად საჭირო ამბავი არის ეგ ჩემთვის რა.